სოციალურ ქსელებში საპროტესტო ნოტის ფოტომასალა ვრცელდება, რომლის არსებობასაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი კატეგორიულად უარყოფდა. მეტიც სერგეი ლავროვის უწყების ნოტის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური კანონის ცვლილებაც იგეგმება. ნოტაში აღნიშნულია კრემლის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა ოკუპირებული ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური კანონი შეცვალა. ცვლილება ეხებოდა აკრძალვას ეგრეთ წოდებული ბიჭვინთის აგარაკის მესამე პირზე გადაცემას. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ერთი ნაწილი მართავს შეხვედრებს, რომელსაც განიხილება ბიჭვინთის აგარაკის მესამე პირზე გადაცემის აკრძალვის გაუქმება. დე-ფაქტო მინისტრის ინალ არძიმბას უწყება კი აცხადებს, რომ ახლა საპასუხო ნოტას ამზადებს რუსეთის მისამართით. ქართველი ექსპერტების შეფასებით აფხაზები უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ და სურთ რუსეთს გაუჩინონ. განცდა, რომ ადვილად არაფერს მობენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს მოჩვენებითი პროცესია და საოკუპაციო რეჟიმი ვერ ახერხებს კრემლისთვის, თუნდაც მცირე წინააღმდეგობის გაწევას. შეგახსენებთ, რატიფიცირებული დოკუმენტით ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 59 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარე საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს. კითხვა არის, ბუნებრივია, რის მიღწევას ცდილობენ ახლა ამ ნოტების გასვლა გამოსვლით, ხო? ალბათ ფიქრობენ, რომ ამით უნდა გაწელონ რაღაცნაირად დრო მოიგონ, იმიტომ რომ აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რადიკალურად ილაშქრებენ ამ ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ, რაღაცნაირად ისინი დაამშვიდონ და პლუს ამას იქნებ რაღაცა გამოსწყვონ რუსეთს სანაცვლოდ ამ თამაშში, ან სულ მცირე ის მოახერხონ, რომ გადაავადებინონ კიდევ რუსეთს რაღაცა მორიგი დათხოვა, იმიტომ რომ ხა გასაგებია, რომ ბიჭვინთა არ იქნება უკანასკნელი დათხოვა, რომელზეც ახლა აიძულებენ რუსები, რომ აფხაზებს რო წავიდნენ, კიდე რაღაცას მოითხოვენ, ხო, თავისთავად და როგორც ჩანს, ახლა სოხუმის რეჟიმი ცდილობს, რომ დრო მოიგოს. პირველი რაც დაიწყო მარიამულმა რეჟიმმა, ეს არის გათვალისწინება იმ ნოტის, რომელიც რუსეთმა დაწერა, ესე ვთქვათ. მაგრამ ანუ აქ არის კიდე მეორე საკითხი, ეს არის საზოგადოების რეაქცია, ვინაიდან დაბადა უამრავი კითხვები, თუ კი ჯერ ერთ სათო ხდებოდა ამის გადაცემა, მეორე თუ კი ხდებოდა გადაცემა და იმ პირობით, რომ ეს არ გადაეცემოდა მესამე პირებს, ეხლა როდესაც საპროტესტო ნოტა მივიღეთ, რატო ვისვლით ამ აზრს და ამიტომაც ასე ვთქვათ, აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარეობს დიდი ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა მარიონეტული რეჟიმის მიმართ და ხდება უამრავი კითხვები გაჩნდა.